ბლუის ხურება სახალისოა, მაგრამ მის მიღმა კითხვები იმალება, რომლებზეც შოუმ არასდროს უპასუხა. დეტალები, რომლებიც გამოტოვეს, სიუჟეტები, რომლებიც არსად წავიდა და საიდუმლოებები, რომლებიც გადაუჭრელი დარჩა შოუს დაწყებიდან. დღეს ჩვენ ყველა ამაზე ვისაუბრებთ. Data Brandy შოუს ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო პერსონაჟია. სერიალის უმეტეს ნაწილში ჩვენ ის არასდროს გვინახავს, სანამ უცებ არ გამოჩნდა ეპიზოდში ონზისები. სწორედ აქ გავიგეთ, რომ მისი ყველაზე დიდი ოცნებაა შვილი ჰყავდეს, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო ამას ვერ ახერხებს. ეს სამედიცინო მდგომარეობაა. ეს მის ქმარს უკავშირდება. შოუში ამას არასდროს ამბობენ. და შემდეგ ეპიზოდ საინის ბოლოს ბრენდი ორსულად ჩნდება. ეს ძალიან ლამაზი მომენტია, მაგრამ ასევე ახალ კითხვას აჩენს. თუ ახლა ორსულადაა, რა შეიცვალა? რა უშლიდა ხელს მანამდე? შოუ გვაძლევს ბედნიერ დასასრულს. თუმცა სიტუაციას არასდროს ხსნის. სერიალის პირველივე ეპიზოდში ქლოის დედა ქუჩაში დადის და საბავშვო ეტლში ჩასმულ ბავშვს მიაქანებს. ეს ბავშვი აშკარად ქლოის უმცროსი ძმაა. და შემდეგ არაფერი. 100-ზე მეტი ეპიზოდის შემდეგ ამ ბავშვს არც სახელი აქვს, არც ნორმალურად გამოჩენილა და არც ერთხელ უხსენებიათ. ქლოი ბლუის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარია და შოუში ხშირად ჩნდება. მაშ, სად არის მისი ძმა? რატომ არასდროს უხსენებიათ ის? შოუსთვის, რომელიც დეტალებსა და თანმიმდევრობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, პერსონაჟის, რომელიც პირველივე ეპიზოდში გამოჩნდა, ასე უკვალოდ გაუჩინარება, მართლაც უცნაურია. ზღაპარში ბენდიტი ყვება ბავშვობის არდადეგების ისტორიას ქარავანების პარკში. რედლი მწყელა დაადო, ვერ ლაპარაკობდა და შეხვდა გოგონას შიშირას კოსტიუმში, რომელმაც მისი სახელი გამოიცნო და წყევლა მოხსნა. ბენდიტ ჰილერი. ბენდიტი სრულიად დარწმუნებულია, რომ ის გოგონა ჩილი იყო, მაგრამ შოუში ჩილი მტკიცედ ამბობს, რომ ისინი ერთმანეთს ლონდონში წვეულებაზე ზრდასრულ ასაკში შეხვდნენ. მაგრამ თქვათ, რომ ლონდონში წვეულებაზე. და რომ მას საერთოდ არ ახსოვს ბენდიტთან ბავშვობაში შეხვედრა. მაშ, რომელი ვერსია მართალი? და თუ ის გოგონა მართლა არ იყო ჩილი, მაშინ ვინ იყო ის? მოდით შემდეგ საიდუმლოზე Data Brandy-სთან დავბრუნდეთ. ვინ არის მისი ბავშვის მამა? ვიცით, რომ ბრენდს ჰყავს ქმარი, მაგრამ ის შოუში არასდროს გამოჩენილა. არც ერთხელ. ჩვენ არ ვიცით მისი სახელი, ჯიში ან რაიმე სხვა ინფორმაცია მის შესახებ. და იმის გათვალისწინებით, რომ ბრენდი წლების განმავლობაში შვილის ხოლას ვერ ახერხებდა, მისი ქმრის ვინაობა მნიშვნელოვან დაკარგულ ნაწილად ჩანს. ზოგიერთი ფანი ფიქრობს, რომ მისი ქმარი შეიძლება უკვე ვნახეთ სხვა ეპიზოდის ფონზე, ისე რომ ვერ მივხვდით. სხვები კი ფიქრობენ, რომ შოუ განზრახ მალავს მას. ეხლა მოდით ვისაუბროთ თელი შოუს ყველაზე დიდ ამოუხსნელ საიდუმლოზე. ვინ არის ბლუის ქალიშვილის მამა? შემქმნელმა ჯო ბრამმა დაადასტურა, რომ მან განზრახს თხოვა ანიმატორებს ბლუის ქალიშვილი შეექმნათ 3 ჯიშის თანაბარი ნაზალად: ჰილერი, ბორდერ კოლი და ლაბრადორი. ეს მოიცავს თავად ბლუის, მაკენზის და ჟან ლუკს, მაგრამ ბრამმა ასევე მიანიშნა რაღაცაზე, რაც ჯერ სრულად არავის შეუმჩნევია. ბლუის სამყაროში უმეტეს შემთხვევაში ლეკვები იგივე ჯიშის არიან, როგორც მათი მშობლები, რაც ნიშნავს, რომ რეალური შანსია ბრამი მთელ ფანდომს ეთამაშება. არც მაკენზი და არც ჟან ლუკი არ არიან მამა და ბლუის ქმარი. შეიძლება ის იყოს, ვისაც ის ჯერ არც კი შეხვედრია. ჩამოწეული ყური მაკენზიზე მიუთითებს. იისფერი ბეწვის ტონები ჟან ლუკზე მიუთითებს. მაგრამ შემქმნელის კომენტარი იმაზე, რომ მშობლები ერთი და იგივე ჯიშის არიან, სულ სხვა მიმართულებას აჩვენებს. და სანამ შოუ ამას არ დაადასტურებს, ეს საიდუმლო ღიად რჩება. აქ არის რაღაც, რაც ნამდვილად აგაბნევს თუ ყურადღებით დააგვირდები. ჰილერების სახლის განლაგება სერიების მიხედვით იცვლება. ფანჯრები სხვადასხვა მიმართულებით იყურება. ოთახები ჩნდება ისეთ ადგილებში, სადაც ადრე არ ყოფილა. სამზარეულო, რომელიც ლოგიკურად პირველ სართულზე უნდა იყოს, სინამდვილეში მეორე სართულზეა. და სერიაში დაბადებული გუშინ, სამზარეულოს ნიჟარის ფანჯარა პირდაპირ ეზოში იყურება. მაგრამ ყველა სხვა სერიაში იგივე ფანჯარა სახლის გვერდითაა მიმართული. მაშ, როგორია სინამდვილეში ჰილერების სახლი? აქ არის კიდევ ერთი რამ, რაც ჩუმა დაბნევს ფანებს. რას აკეთებს ჩილი სინამდვილეში სამსახურში? ვიცით, რომ ის აეროპორტის უსაფრთხოებაში მუშაობს. სერიაში ღამის სტუმრობა ის უნიფორმაში ჩანს, მაგრამ არასდროს გვინახავს სამსახურში, არც წასვლისას, არც იმაზე საუბრისას, რომ მუშაობაზე მიდის. ბენდის არქეოლოგიურ კარიერას ხშირად ახსენებენ. ჩილის სამსახური კი თითქმის არასდროს. ამას გარდა ის ხშირადაა სახლში. ნეტავ ნახევარ განაკვეთზე მუშაობს, თუ მოქნილი გრაფიკი აქვს. რამე შეიცვალა, რაც შოუმ გითხრა. უნიფორმა ერთხელ ჩნდება და მერე ქრება. და შოუ უბრალოდ აგძელებს ისე, თითქოს ახსნა არ ცხივს. სერიაში მშვიდი თამაში ქუჩაზე უსახკარო ძაღლი ზის და კორნელია ჩერდება, რომ ფული მისცეს. თუ კარგად დააკვირდებით, ეს უსახკარო ძაღლი თითქოს იგივე ჯიშისაა, როგორც ტერიერის ბავშვები. რაც ძალიან უხერხულ კითხვას აჩენს. ნეტავ, ის ხომ არ არის მათი მამა? ჩვენ ვიცით, რომ ტერიერები დაშლილი ოჯახიდან არიან. შოუ ამას არასდროს ადასტურებს, მაგრამ მსგავსების უგულებელყოფა რთულია. აი კიდევ ერთი კითხვა, რაზეც ბევრს არასდროს უფიქრია. სად არიან კატები ბლუის სამყაროში? ბლუი ბრიზბენში ცხოვრობს და შოუს მიხედვით, ბრიზბენი ძაღლებით სავსე ქალაქია. ყველა მეზობელი, ყველა თანაკლასელი, ყველა ფონის პერსონაჟი ძაღლია. მაგრამ სერიალში კატები რამდენჯერმე უხსენებიათ. ჩვენ გვინახავს პოსტერები, ტელეშოუები და სათამაშოები, რაც ნიშნავს, რომ კატები ამ სამყაროში არსებობენ. მაშინ, სად არიან ისინი? ცხოვრობენ სადმე თავიანთ ქალაქში? ძაღლები და კატები უბრალოდ განცალკევებულები არიან ამ სამყაროში?
ეს ერთ-ერთი იმ დეტალთაგანია, რომელსაც შოუ უბრალოდ ახსენებს და შემდეგ აღარ უბრუნდება. ინდიის უმცროსი და კიდევ ერთი საიდუმგოა, რომელიც შოუმ შემოიტანა და არასდროს ამოხსნა. ეპიზოდში ნაადრევი ბავშვი ინდიმ თქვა, რომ მის დედას ახლახან ბავშვი შეეძინა, მაგრამ ბავშვი ადრე დაიბადა და საავადმყოფოში დარჩა, სანამ ექიმები მას აკვირდებოდნენ. ინდიმ არასდროს დაასახელა თავისი და. ეს და არასდროს გამოჩენილა და შოუ არასდროს გვეუბნება, ყველაფერი კარგად დასრულდა თუ არა. ადრეულად დაბადებული ბავშვის ისტორიის ასე დაუმთავრებლად დატოვება ისეთ რამეთ გვეჩვენება, რაც გაგრძელებას იმსახურებს. ინდიის და ჯამფთელია, აქვს მას სახელი. ოდესმე ვნახავთ მას. ეხლა მოდით ვისაუბროთ ბოსკოზე, ფრისკის ყოფილ მეგობარ ბიჭზე, რომელიც ეკრანზე არასდროს გამოჩენილა, მაგრამ რომლის არ ყოფნამაც ისტორიაზე კვალი დატოვა. სერიაში ორმაგი ძიძა ბლუის შემთხვევით ეუბნება ბიძა რადლის, რომ ფრისკის ყავს მეგობარი ბიჭი, სახელად ბოსკო. ბოსკო მისი ნამდვილი სიყვარულია. აღარ არის ასე. ფრისკი ასწორებს მას და ამბობს, რომ ისინი დაშორდნენ. და როცა ბინგო ეკითხება, სიყვარული ხომ სამუდამოდ არ უნდა გაგრძელდესო? ფრისკი პასუხობს, ადრე ასე მეგონაო. ეს ერთი ფრაზა ყველაფერს ამბობს. რაც არ უნდა გააკეთა ბოსკომ, ეს იმდენად სერიოზული იყო, რომ ფრისკის ავარ სჯეროდა მარადიული სიყვარულის. და აქ არის დეტალი, რომელიც ამას კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ხდის. ფრისკიმ თითქმის გააუქმა თავისი ქორწილი რადლისთან, რადგან მან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ფრისკისთან შეუთანხმებლად მიიღო, მაგრამ ფრისკიმ აპატია. ასე რომ რაც არ უნდა გააკეთა ბოსკომ, ეს აშკარად ბევრად უარესი იყო. შოუმ არასდროს გვითხრა რა მოხდა, მაგრამ ბოსკომ განსაზღვრა ვინ გახდა ფრისკი და ეს მას შოუს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი პერსონაჟად აქცევს, მიუხედავად იმისა, რომ ის არც ერთხელ არ გამოჩენილა. და სანამ ფრისკისა და რადლიზე ვსაუბრობთ, აი რაღაც, რაც ბერმა ვერ შენიშნა. მათი ურთიერთობა შემთხვევით არ დაწყებულა. ჩილიმ ეს ყველაფერი დაგეგმა. სერიაში ორმაგი ძიძა ვიგებთ, რომ რადლი ნავთობის პლატფორმაზე მუშაობს და თითქმის არასდროს აქვს თავისუფალი დრო, რომ ოჯახს ესტუმროს. ასე რომ, როდესაც ის ადასტურებს, რომ იმავე საღამოს შეუძლია ძიძობა, ჩილიმ უკვე მოაწყო, რომ ფრისკიც მოსულიყო. ეს დამთხვევა არ არის. ჩილიმ ზუსტად იცოდა რას აკეთებდა. ფრისკი ახლახან დაშორდა ბოსკოს. რადლი იმ იშვიათ საღამოებში ერთ-ერთზე ქალაქში იყო და თავისუფალი ჰქონდა და ჩილიმ თითქოს შემთხვევით ორი ძიძა ერთ საღამოს დაჯავშნა. მან ყველაფერი წინასწარ დაგეგმა, რაც ნიშნავს, რომ შოუში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიყვარულის ისტორია, ჩილის ჩუმი კულისებიდან მართვით დაიწყო. ბაბუა ბობის ინდოეთში მოგზაურობა კიდევ ერთი საიდუმლოა, რომელიც შოუმ შემოიტანა სრულად ახსნის გარეშე. მესამე სეზონის ბოლოს ვიგებთ, რომ ბაბუა ბობი ინდოეთში მოგზაურობდა და ამ პერიოდში თავისი შვილის ცხოვრების უმეტეს ნაწილს გამოტოვა. ბებია ქრისი ამბობს, რომ მას იქ წასვლა საკუთარი თავის საპოვნელად სჭირდებოდა და გოგონებს არ ესმით რას ნიშნავს ეს, მაგრამ ზრდასრულებმა კარგად იციან. ადამიანები საკუთარ თავს მაშინ ეძებენ, როცა მათ ცხოვრებაში რაღაც ღრმად არეულობს. მაგრამ რა იყო ბაბუა ბობის პრობლემა? იყო თუ არა ის უბედური ქორწინებაში? დაუწმუნებელი იყო თავის ურთიერთობაში შვილებთან? წარსულიდან რაღაცას ებრძოდა? შოუ გვეუბნება, რომ მან იპოვა ის, რასაც ეძებდა, რადგან დაბრუნდა, მაგრამ არასოდეს გვეუბნება სინამდვილეში რას ეძებდა. და ბოლოს, აი ერთი, რომელიც მარტივად ჟღერს, მაგრამ აზრი ეკარგება, როცა დაფიქრდები. ჩილი რეცხავს სარეცხს. ჩვენ არაერთხელ გვინახავს, როგორ აკეთებს ამას შოუში, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჰილერების ოჯახი ტანსაცმელს არ ატარებს. არც ერთი მათგანი. მაშ, რას რეცხავს ჩილი? საწოლის თეთრეული და პირსა ხოცები მხოლოდ ნაწილობრივ ხსნის ამას. აი ესეა. ბლუი ჩუმად დოებს კითხვებს უპასუხოთ 3 სეზონის განმავლობაში. ზოგიერთი მათგანი კი პირველივე ეპიზოდიდან მოდის. რომელი საიდუმლო გაწუხებთ ყველაზე მეტად? გაგვიზიარეთ კომენტარებში. და როგორც ყოველთვის, შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.